день, дорогие товарищи, дорогие телезрители. В эфире передача «Шуадге Лаив». И Коля, и Марина. Ай, фактически, სადღაც მანდ ვართ უკვე, მართლა გეუბნები. მე ესე ვგრძნობ, რომ მანდ ვართ რა, მანდ უნდათ რომ ვიყოთ, მაგრამ კი. ვერა, კომუნისტებმა ვერ მოახერხეს ეგ, რომ საქართველოსთვის წაერთვიათ ქართული ენა, იდენტობა, რელიგია, ძალიან იწვალეს რუსებმა და კომუნისტებმა, რომ ეს ეკრან საქართველოში დღემდე წვალობენ, მაგრამ აი ეს რაღაც ხოით მე ბავშვობაში მესმოდა რომ აი ეს დიდი მონსტრი კუც იქნევს მართლა იქნევს და აი ეს ბოლო ფაზაში არის თავის კუდის მოქნევის და მე ეჭვი მაქვს რომ ერთხელ და სამუდამოდ არა მარტო საქართველოში მთელ სოფლიოში დამთავრდება საბჭოთა კავშირი და დამთავრდება ეს რაღაცა მახინჯი იმპერიის თარეში მთელ სოფლიოში. მაკეთკენ მიდის, საცხოვრებლად არ შეიძლება რომ მოხდეს ეს ყველაფერი და ჩვენს ქვეყანაში, ჩემო მარიამ, 28 ნოემბრიდან ხალხი არის ქუჩაში. კი, უწყვეტი პროტესტი. ხო, აქციებით, პერფორმანსებით, ითხოვენ ძალიან მარტივს ვადამდე საპარლამენტო არჩევნებს და იმ უკანონო დაპატიმრების განთავისუფლებას, ვინც სამწუხაროდ ბევრი ყავს დღეს ქვეყანაში და გეთახმები ნიკოლას, რამდენი ხანი მე და შენ ამაზე ვსაუბრობთ ბოლო პერიოდში და ანასთან ერთად სამ დღეს ისევ გვაკლია ანა და აუცილებლად უნდა ვთქვათ სადარ მანიფესტანტები სად არიან. თავი ანას არ ეკლდეს და ჩვენ რო გვაკლია. რა თქმა უნდა, ამ პროცესს არ აკეთებს და არც დააკეთება, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ წინა კვირას მოგეხსენებათ ისინი ანუ ახალთეატრს გულისხმობ იყვნენ ჩასულები ბათუმსა და ზუგდიდში, ხო ზუგდიდში, კი ბატონო, საპროტესტო მანიფესტით, რომელიც უკვე თბილისში წარადგინეს და ვიცით ჩვენ ინფორმირებულები ვართ და ნახეთ ეს საოცარი კადრები მართლა და ამ გულის ამაჩუყებელიც და ძალიან საოცარი მანიფესტი იყო მართლა და სწორედ ახლა ისინი იმყოფებიან მოკლედ ქუთაისში. დღეს არის კი ქუთაისში და ანაც არის შესაბამისად იქ, მაგრამ ხვალ უკვე აქვთ დაგეგმილი ოზურგეთი, ანუ გურიას ესტუმრებიან, ასევე თავისი მანიფესტი და ისინი აპირებენ რომ მოიცვას სრულიად საქართველო და ასე მივლენ თითოეულ ქართველამდე რა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის მათი ამომავალი წერტილი, რომ მათი მოისმინონ, მათ უთხრან სათქმელი და რა თქმა უნდა და მოისმინონ, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ფიზიკურად არ იმყოფებიან ამ შემთხვევაში თბილისში მაგალითად და რუსთაველზე ჩვენთან ერთად. საქართველო არ არის თბილისი. რა თქმა უნდა, ამაზე ყველა ვთანხმდებით მე მგონი და კუნჭული არის ჩვენი და ჩვენი გადასარჩენი ერთად. კი ბატონო, საინტერესოა რა ჩვენ ახლა სიუჟეტი სანამ ჩვენ სტუმრებთან გადავალთ და წარვადგენთ ჩვენ სტუმრებს, აუცილებლად უნდა გავუშვათ სიუჟეტი, რომელიც ეხება ბრალდებულებს, ასე ვთქვათ, რომ აი ძალიან სასაცილოა ეს სიტყვა, რა თქმა უნდა. და საოცარი ფაქტი არის ის, რომ დაზარალებულიც და მოწმეც არის ვინ, ნიკა იცი? იცი თუ არ იცი რომ რა თქმა უნდა ვიცი, თელმა საქართველოს მიცის. მოწმე ამ შემთხვევაში კი არის საოცარი პოლიციელი, რომელიც ისეთ ისტორიებს ყვებიან, რაც თავადვე არ შეერათ დარწმუნებული ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უწევთ თუ როგორც არის ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკობენ უკვე სასამართლო დარბაზებში და დღეს და არის რომელიმე საქმე ნეტა გამოძიებული და რა თქმა უნდა პოლიციის მხრიდან და არც ერთ სამართალდამცველს რა თქმა უნდა მსგავსი რამ არ გადახდენია ცხოვრებაში რა თქმა უნდა და არც ერთი დასჯილა ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი არ არის მოკლედ დღევანდელ დღემდე დასჯილი და აქციაზე დაკავებული ბრალდებულები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ მოკლედ სისტემა ზოგადად. არა და ეს რაღაცა ზეპირსიტყვიერი იყოს ეს ბრალდებები ან მოქალაქეების ბრალდებები მათ საწინააღმდეგოდ და უბრალოდ აი ესე მოყვა და რა ვიცი, ხო? შეგიძლია თქვა, სახეზეა ფაქტები მტკიცებულებები, ვიდეო მასალა, ფოტო მასალა, მოწმეები ყველაფერი, მაგრამ რა თქინდა?
მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ხანდახან, რომ უნდა იყოს და მართლა ასე უნდა იყოს, უბრალოდ სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება და სწორედ თათია ლაბაძე მოგვიყვება იმ ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულები არიან, უბრალოდ იყვნენ ამ შემთხვევაში, აიყვანეს და შემდეგ უკვე რა გზა გაიარეს, როგორი დიდი, ასე ვთქვათ, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ და სწორედ მათ გზას მოგვიყვება თათია ლაბაძე დღევანდელ მის სიუჟეტში, ასე რომ ნახავთ და შემდეგ უკვე ჩვენ სტუდიის სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. და სანამ სიუჟეტს ნახავ, ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი, მე წინა კვირას ვახსენე კიდევაც, რომ როგორ მინდა რომ ისევ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც მაგრად გვევასებოდა პოლიციელები და ძალიან დიდ პატივს სცემდით მათ და მე პირადად მიხარო და რომ აჩერებდნენ დარღვევაზე, მანქანით მიდიოდა დავარღვევდი გამაჩერებდნენ, მართლა რაღაცნაირი პატივის სცემით ვიყავ, პოლიცია კინოში რომ აქ ნანახი, ეგეთი და პოლიციელებო, ძალიან მალე ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ აი ეს დაგიბრუნოთ თქვენ. ეს სიამაყე და ეს პოლიციელობა, რომელიც უნდა იყოს. აუცილებლად უერთდები ნიკას და მოდი ვნახოთ სიუჟეტი და მე დავბრუნდეთ ეთერში. ტექნიკური ხარვეზი იყო ძალიან გოდიში. არ გავდა ეს სიუჟეტს. დაწყებითაც მივხვდით რომ ეს სიუჟეტი ვერ იქნება და რომელიც წარუდგინეთ ტელემაყურებელს და თქმა უნდა ყველაფერი ხდება და დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა მალე აღმოიფრხება და გვაქვს მე როგორც მათყობინებენ და მოდი ვნახოთ ახლა თათია ლაბაძის სიუჟეტი რომელიც უკვე წარვადგინეთ. როდესაც აქცია დაანონსდა მოლთან, ვიმყოფებოდი რა თქმა უნდა იქ. მე ჩვეულებრივად მივდიოდი რუსთაველისკენ, რომ გამეგზელებინა ჩემი პროტესტი. როდესაც უბრალოდ უკან გავიხედე და დავინახე, როგორც მორბოდნენ კარიმპოლის ან გედდეს წარმომადგენლები. ჩადდნენ ჩვენს გევერდით, ასევე წინ მე ვიყავი სულობის პირველ რიგებში. მოიყვანეს ორი დაკავების მანქანა და გავიგე, როგორც ვიღაც პოლიციელი, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, როგორც მე მითხრეს, დაიძახა, რომ აი ეს შემაგინეს დააკავეთო. რის შემდეგ 7 კაცი მომესია, გამქაჩეს და დაკავება ამას არ ქვია. ამას ქვია პირდაპირ ძალადობა, ადამიანის გათრევა. გამიყვანეს და შეეცადეს ფაქტობრივად ჩემს შეგდებას მანქანაში. სადაც მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სიტყვიერი. მინიმუმ 2 ჯერ ჩამარტყეს თავში. კონკრეტულად მე დავუებოდნენ ლანძღვაგინებას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. არავის არ ვაგინებდი. ვღეროდი ჰიმს და ჰიმნი მათთვის თუ ლანძღვაგინება, მაშინ კი ბატონო, ვილანძღებოდი და ვიგინებოდი. საკანში გავატარე მიახლოებით 2 დღე, ღამეთაც და დღისთაც ენტო შუქი. როდესაც გავიდა გარკვეული დრო გამოგვიყვანეს და გადაგვიყვანეს სასამართლო საკანში. ამის შემდეგ ამიყვანეს სასამართლო დარბაზში, სადაც დამხვდნენ მეგობრები. და მომეცა უფრო მეტი ენერგია. და მინდა ყველას მოუწოდო, რომ შევძლოთ და ვიაროთ პატიმრები სასამართლოებზე, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი мотиваციის და ენერგიის მომცემი აქტი, როდესაც შენი მეგობრები, მომხრეები, თანამებრძოლეები ესწრებიან პროცესს და გამხნევებენ. სასამართლოში შემოიყვანეს 2 პოლიციელი, ან და უფრო უწოდებდი მილიციონერი, რომლებიც იყვნენ მოწმეები და იძლეოდნენ სულ სხვადასხვა ჩვენებას. ჩვენ ვიყავით მხნეთ, იმიტომ რომ ვართ მართლები. ამიტომაც ეს არ არის დასჯა, ეს არის აღიარება იმის, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. არიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა არიან ციხეში, სისხლის სამართლით. არის ზიამაღლობელი, რომელიც შიმშილობს ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი მომავლისთვის. სინდისის პატიმრებს ვეტყოდი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება და მათ შეუძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი. იმის იმედი, რომ ყოველ საღამო რუსთაველი გადაიკეტება. იმის იმედი, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდებიან.
პირველ თებერვალს დამაკავეს უკვე მეორედ. პირველი დაკავება მოხდა 12 იანვარს რესტორან ბაბილოსთან. შვიდობიანი აქცია იყო მობილიზებული ბევრი პატრულის თანამშრომელი, მაგრამ მაგ დროს არაფერი არ ხდებოდა, სანამ არ მოვიდა შავფორმიანები, როგორც გავარკვიე მერე, იყო კრიმპოლი. მომისაჯეს 14 დღიანი პატიმრობა. 14-ვე დღე გავატარე სახესის იზოლატორში. საპატიმროდან გამოსვლისთანავე გადავედი ისევ რუსთაველზე, იმ წამსვე. ერთი კვირაც არ იყო გასული, ერთი სადღაც 5 დღე იყო გასული თუ არ ვცდები თუ 6 დღე, 1 თებერვალი იყო, საღამოს 7:30 იყო, მეგობარ შევხვდი რუსთაველის მეტროსთან და ოპერასთან მომკიდეს უბრალოდ ხელი, ჩამაგდეს ეგრევე მანქანაში და გადამიყვანეს ერთ-ერთ განყოფილებაში. ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო. ბაზაში რომ შევიდნენ, აღმოაჩინეს რომ ვიმყოფებოდი უკრაინაში და ვიბრძოდი და აქედან კიდე დამატებითი კითხვები დაებადათ, რომ უკრაინაში ვისთან იყავი, ვისი დავალებით იყავი უკრაინაში. უკრაინაში არავისი დავალებით არ ვიყავი, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ვიყავი. 2 თებერვალს რო აქციაზე არ ყოფილიყავი და მაგ აქციებზე მონაწილეობა რო არ მიმეღო 2 თებერვალს, აქედან გამომდინარე დღეს დარჩები კაპეზეზეო, ესე მეთქეს ძალიან დამწყდა გული ამასთან დაკავშირებით, რომ მაგ აქციაზე არ ვიმყოფებოდი და ხალხის გვერდზე არ ვიყავი მაგ წამს, მაგრამ გულის სიამაყით მევსებოდა იმ დროს, როდესაც მესმოდა ხალხის ხმა, იმიტომ რომ დიღმის კაპეზესთან ზუსტად იყო ერთ-ერთი მსვლელობა და მანდ იყო გაჩერება, როდესაც შეძახილები იყო და საპატიმროდან ჩემიდანაც იყო მაგ დროს შეძახილები და გული მევსებოდა ბედნიერებით, რომ დღეს ეს პროცესი იყო. მე დამაკავეს თბილისი მოლთან 2 თებერვალს იყო ჩანიშნული აქცია. ერთ-ერთი ნიღბოსანი გამოიქცა შორიდან, წიხლი ამომარტყა, დამტაცეს ეგრევე ხელი. ამ ძიძგილაობაში მე იქ სათვალე დავკარგე, ჩანთა გამიხიეს, მე რაღაც დაზიანებები აღმოჩნდა, როგორც მე აღმოვაჩინე და მაგ დროს არც მქონდა შემჩნეული და უცებ გადამცეს პოლიციას. მე იყო ეს მთელი სასამართლო პროცესი, მე დანისიხეში შესახლება, სადაც ასევე ალბათ გონია რომ მიზანმიმართულად შემიშვეს საკანში, რომელშიც ფანჯარა იყო მოშლილი და სასტიკად ციოდა და 2 საათის განმავლობაში რაღაც მაზუთის სუნიანი გადასაფარებელი ჰქონდა მოხვეული და ისე ვიყავი. მე რაც ვნახე ჩვენება, იქ წერია რომ ვიგინებოდი ძალიან აქტიურად და არ ვემორჩილობდი პოლიციელებს. რაც ახლა კადრებიც არის და მოგესალმებით რომ არ იყო მასე, თუმცა ეს რაღაც სტანდარტული შაბლონი აქვს, რომელსაც იყენებენ ყველასთან მიმართებაში. სასამართლომ შემიფარდა გირაო 5000 არის ოდენობით. გაერთიანდნენ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა წლიდან, სამსახურიდანაც ძალიან დიდი ხარდაჭერა მქონდა, ჩემი მეგობრებისგან, ჩემი კლასელებისგან, ამასთან უნივერსიტეტისგანაც, სადაც თავდებშიც მიდგებოდნენ ადამიანები, ყველანაირ მექანიზმს იყენებდნენ იმისთვის, რომ როგორმე ეს გაუგებრობა და ეს რაღაც ბუტაფორია, სამართლის ბუტაფორია, როგორმე არ შემდგარიყო იმ სახით, რითიც თავიდან გვემუქრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილება ჩემთვის, მინდა რომ ხაზი გავუსვა იმას, რომ ბევრად უფრო მძიმე ფაქტები იყო ჩემთან ერთადაც ვინც იყვნენ ის ადამიანებიც და მანამდე რაც მოხდა და ახლა თუნდაც ეს მზია ამაღლობელის ამბავზე რაც ხდება. მნიშვნელოვანია რომ ფოკუსი გქონდეს ამ ადამიანებზე, რომლებიც ასე დღეში არიან ახლა და მინდა რომ ეს ხარდაჭერა რაც მე განვიცადე, განიცადოს აბსოლუტურად ყველა უსამართლოდ დაკავებულმა ადამიანმა. რა უნდა თქვა? ეს არის ადამიანები, რომლებიც იდეისთვის იბრძვიან, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძვიან და არა ზოგიერთები, რომლებიც აბსოლუტურად გამოცდილები არიან ყველანაირი იდეით და არაფრის. ცარიელები არიან, მართლა ცარიელები.
მოდი მე მგონი ნიკა დროა რომ გადავიდეთ ხო ჩვენი სტუდიის სტუმრებთან, იმიტომ რომ სწორედ აი ამ თემაზე უნდა ვესაუბროთ, იმიტომ რომ ასეთივე ადამიანური ისტორიები აქვთ ძალიან მძიმე და წარმოვადგენ ჩვენს სტუმრებს რა თქმა უნდა ისაკო დევიძე, ვასილ ელიავა და ლაშა ტყეშალაძე უკვე თავის პროფესიული ჭრილიდან მოგვიყვება ისტორიებს. მოდი ისაკო გადმოვალ პირდაპირ შენთან, იმიტომ რომ ძალიან რაღაც შემაძრწუნებელი იყო ის ყველაფერი რაც გავრცელდა შენი ჩხრეკისა და აყვანის შემდეგ, იმიტომ რომ ამორალურობამდე იყო ყველაფერი მისული, იქ იყო დედის სამკურნალო თანხაზე საუბარი და ასე შემდეგ. მოდი შენ თავად რომ მოყვე, როგორ დაიწყო აი ეს პირველივე დღე, როდესაც კარზე მოგიგაკუნეს და დაიწყეს ეს უბედურება შემდეგ რაც ვნახეთ კადრებში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. და რავი, აი კარზე მოკაკუნებასთან რაც შემიძლია ჩავთვალო არის ის, რომ აი სიუჟეტში რა თხრობაც იყო, რა შინაარსიც იყო, დაახლოებით ამ გარემოს მონაწილე რომ ვარ თითოეული ჩვენგანი, დაახლოებით ეგ შეიძლება იყოს კარზე მოკაკუნება. დანარჩენი აი ეს ბოლო დაკავების ამბავი ესეთი იყო, რომ ქუჩაში რაღაც ესე ჩემთვის წყნარად რო გადაადგილდები ადამიანს, ასეინო შაბათი დღეა ისვენებ რაღაცა, საუბრობ ალბათ ნორმალურ გარემოში, ქალაქში, სახელმწიფოში. ეგეთ მომენტია და გამიტაცეს რა ორი ესეთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ტიპი მოდის და ანუ სამართალდამცავ ხო შეიძლება რაღაც აი სამართალი მაქვს მეც დამთავრებული და რაღაც ხატი ხო შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში როგორი შეიძლება იყოს სამართალდამცავი. და რავი, ამის რაღაც ალტერნატივა, რაღაც ამის უფრო ბნელი რაღაც მხარე, აი ესეთი ტიპები მომიახლოვდნენ და მე მოვემზადე, მე თქვი, ანუ რა ხდება, ანუ რაიმე კონფლიქტი, რაღაცა ისეთი. და ანუ შემდეგ როგორც გავიგეთ უკვე როცა რაღაც სამოქალაქო მანქანასთან გადამიყვანეს და იქ რაღაც მთელი ამბავი მიდის, გავიგე სამართალს დიახ, გავიგე შემდეგ გავიგე რომ არიან სამართალდამცავები. და აი რაც გავიგე რომ პოლიციელები არიან, მეც მივყვები რაღაც მათ მოთხოვნებს და იყო პირადი ჩხრეკა, ანუ განჩინება წარმოიდგინეს ამ ეტაპზე და ესე იგი ჩატარდა პირადი ჩხრეკა. უბრალოდ ეს პროცესი, ანუ ამ დროს სამართლებრივად, როგორც ვიცი, არ არის, ანუ ეს დაკავებული არ ახარ, ანუ პირადი ჩხრეკას გავიგე, შემდეგ უკვე სახლის ჩხრეკას გინდა დაესწრები, გინდა არ დაესწრები. ეს არის ჩემი უფლება, როგორც მოქალაქის, რა, სურვილი სამეფო. და ესენი ისეთ გარემოც ქნიან რომ შეგაშინონ თითქოს რაღაც გათქმევინონ ანუ ხელბორკილებით რაღაც რავი ათასნაირ მანიპულაციას იყენებენ და აი ჩემს მინდა სადარბაზოსთან რომ მივედი თან მანამდე მეუბნებიან რომ სადარბაზოს პინ-კოდი გითხარიო და ანუ მე ზეპირად არ ვიცოდი და შესაბამისად ვერც ვეტყოდი და რეალურად დავინახე რომ ანუ გადავსებულია მთელი სადარბაზო პოლიციით მთელი ეს გზა რაღაც პოლიციის მანქანებით და რავი ვიფიქრე რომ აი ნორმალურს რას იფიქრებს ამ გარემოში და ნორმალური ადამიანი როცა ეს პოლიციელები ცემენ აქციის მონაწილეებს ცემენ რავი ჩვეულებრივ მოქალაქეებს უმოწყალოთ ხო და რაღაც ამის მომკითხველი ფაქტობრივად ტელევიზიის და ისევ მოქალაქეების და ხალხის გარდა არავინ არ არის და შევეცადე რომ ცოტა გვერდზე გავწეულიყავი ანუ ეზოში ანუ კორპუსის ეზოში მოხვედრილიყავი როგორმე რომ ხალხისთვის ხმამი მეწვინა რომ რაღაც ან დაეპოსტათ ან რაღაც ლაივი ჩაერთოთ ან რაღაც ამ დაგვარი რა და აი ამ მომენტში ცოტა გაწევა თან დაკავებული არა ვარ და ეს ამდენი პოლიცია რაღაც ფაქტობრივად მთელი ერთი განყოფილება გამომეკიდა წინ მე მგონი სხვა განყოფილებიდან იყო სპეცრაზმელი თუ ვინ იყო არ ვიცი რა და რავი მთელი ამბავი ატყდა აი ქუჩაში ცემატყება ხალხის რა ჩვეულებრივად ანუ აქამდე ხო არის აი აქციაზე მაგალითად რაღაც წესრიგს არღვევენ ან რაღაც ეგეთი მომენტი როცა აი დაკავების მიზეზად ამას მაინც იშველიებენ და ეს უკვე რაღაც ფილმის სიუჟეტი შეიქმნა რომ ქუჩაში ესე ჩვეულებრივ მოქალაქეს დაესწრები და ცემ რა
და რავი, აი ერთ-ერთი დაკავებისას მეუბნებოდნენ, რომ აი მაგალითად რა ვიღოთ ევროპაში, საფრანგეთში როგორ მოექცეოდნენ ან გერმანიაში როგორ მოექცეოდნენ პოლიციელები მოქალაქეებს და როგორ არბევენ. რავი, ჯერ როგორ არბევენ, არ ვიცი, აი მე მინახავს ეგ ვიდეოები და წამიკითხავს კიდეც მაგაზე და რავი, მთელი სისტემა არის იქ და მთელი რავი უამრავი რეგულაცია და პოლიციელთა უმაღლესი კვალიფიკაცია ჩანს ასეთ შემთხვევებში და აი საფრანგეთში რო ეხლა მაგალითად მსგავსად ქუჩაში მოქალაქე უბრალოდ ცემენ. ასეთ შემთხვევაში რა მოხდება? იქ თუ წარმოუდგენიათ, ან რავი, მე მაგალითად წარმომიდგენია და აი ეხლა ხმამაღლა არ ვიტყვი რა. მგონია რომ ძალიან დიდი ცუდი ამბები მოყვება რა ეს იმ პოლიციას ვინც მაშინ ვეკითხებოდა. და ამის შემდეგ იყო უკვე აი ხო ახვედით საცხოვრებელზე ანუ ბინაზე უკვე ხო და საცხოვრებელ ბინაში და იქ არ ვიცი აი მგონი გადაამუშავეს რომ ძალიან ანუ სისხლის სამართლებრივი დამნაშავეები არიან პოლიციის განყოფილების მთავარი გამომძიებლები რა აი ამ გარემოებიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე როდესაც საცხოვრებელში ავედით კარები გადაიკეტა და რაღაც წერა გაკეთდა რომ აი ამას ყვები იმიტომ უკაცრავად ამას ყვები იმიტომ ისწრებოდი თვითონ შრეკის პროცესს ანუ ჩაკეტეს კარი შიგნიდან და ისწრებოდი შიგნიდან ჩაკეტეს კარი და რაღაც წერა გაკეთდა და თითქოს აი რაღაც აი ველური ცხოველების რაღაც გარემოცვაში რო აღმოჩნდები და რომელიღაცა უნდა დაგესხეს თავს და შემდეგ დანარჩენებმა იმას უნდა აყვნენ რა და რაღაც ასეთი სიტყვიერი შეურაცხყოფაა და ამ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ჩემი პასუხი იყო და ესე იგი თქვი თუ წარმოვთქვი თუ არა სიტყვა რომ მეთქვი რა საკეთებთ რაღაც მოხართ ხო ნორმალური რაღაც და აი თან ავიფარე ხელები და დამესია ანუ აქ კიდე მეორე სახში ხდება ხო ფიზიკური დიახ და თან ისიც მინდა აღნიშნო რომ ანუ ყოფილი სპორტსმენი ვარ რა ანუ საქართველოს ნაკრების წევრი ვარ კრივში და რავი აი ალბათ ეს სამართალში რაც ვისწავლე უნივერსიტეტში ეს დამოუკიდებულება რაღაც რესპექტაბელური პატივისცემის დამოუკიდებულება ალბათ მუნდირის მიმართ მე უფრო მეტად გამომყვარო აი არ შეუბრუნე ხელი და არ ვიყავი ისეთივე აგრესიული თორე მგონია რომ თუ კი ხალხი გაბრაზდა და ანუ ისწავლე თვით დაცვით იმოქმედა რავი ეგ შეიძლება ჩვენ როგორც მშვიდობიანად დგევართ ქუჩაში ისე მშვიდობიანად ვიდგებით აგრესია იყოს მათი და დანაშაულის იყოს მათი. მე იმას ვამბობ, ანუ ჩვენ შეგვიძლია თავის დაცვა, უბრალოდ ჩვენ მათზე ჩვენ არ ვიკადრებთ მაგ ამბავს არასდროს, რა თქმა უნდა. ის იყო ის თქმა მინდა რომ მათი მიზანიც მგონი იყო ეს გაღიზიანება, რომ მგონია რომ ერთ-ერთმა ჩართო ანუ რაღაც ფარული კამერა ჩართეს, რომ შემდეგ რაღაც ახალი კადრი შეექმნათ და შემდეგ ამოეჭრათ, გადაეჭრათ და რა სიუჟეტს გააუცნებდა. ისე იყო ძალიან ამაღელვებელი იყო ის ფაქტი, როდესაც გაჟღერდა და გავიგეთ რომ 2000 ლარის ისტორია, რომელიც დედას მკურნალობას უნდა მოხმარებოდა, ხო, აი ამ შემთხვევაში. აი ესეც რომ მოუყვეთ აუცილებლად, იმიტომ რომ აი რა მოიღეს, თქვათ აი ამ თანხის გადაკეტა და რითი ახსნეს. ეგ კომიკური ნაწილი არის უკვე მთელი ამ ამბის, იმიტომ რომ აი ამოიღეს დროშები ნივთ მტკიცებად. ანუ როგორ შეიძლება დროშა იყოს დანაშაულის რაღაც მტკიცებულება. ამოიღეს რაღაც ფული, რომელსაც უხსნი რომ ეს არის საოპერაციოდ გამოტანილი ფული, ეს არის რაღაც სესხი გავაკეთე, ანუ სტუდენტი ვარ ფაქტობრივად აი ახალი დასრულებული მაქვს სასწავლებელი და სესხი გავაკეთე და რაღაც დედის სამკურნალოდ მინდა თანხა. აი ეს თანხაც ნივთ მტკიცებად რაღაც წაიღეს. რავი, კიდევ უკვე ნივთ მტკიცებად წაიღეს თუ რა მოხდა, არ ვიცი, დაიკარგა იქ პასპორტი დაიკარგა, ანუ ამ ამბის შემდეგ აი ვისაც ჰქონდა ოჯახიდან ყველაზე მეტი რაღაც ევროპაში გადაფრენა რაღაც ესე მისი პასპორტი დაიკარგა, კიდევ ამოიღეს ქალის სუნამოები რა. რავი, აი სუნამო რაში შეიძლება დაჭირდეს, ხო, აი ბატონაშას აგერ თავისი სამართლებრივი პროფესიული გამოცდილება აქვს და სუნამო ნივთ მტკიცებად რაღაც ჯგუფური ძალადობის ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ ციცაკის სპრეი აკრძალულია და აქციაზე სუნამო. რაღაც ისეთი. ძიმე სურათია. ლაშა, მოდი შენთან გადმოვვალ, სანამ ვასილთან გადავალ. მოდი კონკრეტულად ისაკოს ისტორია რომ შევაფასო და შემდეგ გადავიდეთ, რა თქმა უნდა, ვასილის ისტორიას.
საკოს ისტორიაში რა გითხრათ, ხო, გამოჩნდა, რომ რაზეც მაგალითად ჩხრეკა უნდა ჩატარდეს და რა ნივთებიც უნდა ამოიღო, ხო, რაც შეიძლება გამოძიება სჭირდებოდეს. აი თურმე გამოძიებას რა ნივთები ჭირდებოდა. დედის საოპერაციო ფული, სუნამოდ საქართველოს დროშა და ევროკავშირის დროშა. აი ქართულ პოლიციას რატო უნდა ჭირდებოდეს, ხო, ეს ყველაფერი, ხო, აი თვითონ საზოგადოებაში შეფასოს. ამას არ ჭირდება დიდი სამართლებრივი შეფასება. ადამიანებმა თვითონ აღიქვან, ხო, ჩვენ გაგვიგია, პოლიცია როდესაც შედის და მაგალითად ჩხრეკას ატარებს, დაუშვათ ამოუღია იარაღი, ხო? საგამოძიებო მოქმედებაში შედიხარ რაღაც სხვადასხვა ნივთები, ანუ საგამოძიებო მოქმედებაზე რო შედიხარ, უნდა ამოიღო დანაშაულის მაგვარი იარაღი ან საგანი. და დღეს საქართველოს პოლიციამ აი ეს ნივთები ჩათვალა დანაშაულებრივი მოპოვებულად ან იარაღად, ხო, როგორ უნდა შევაფასო, ხო? მნიშვნელოვანი რა არის იცით, მარტო ჩხრეკაზე კი არ ხდება მაგალითად უფლებების დარღვევა, ხო? აი მე მაგალითად შემილია გავიხსენო ადამიანებს როგორ ექცევიან. ხო, მაგალითად ძალიან ხშირად მოყოლი რა ეს ისტორიები, მაგრამ აი მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არ დაუწყდეს. მე შემიძლია ერთ-ერთი დღე მოვყვე, როდესაც ძალიან სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად ადამიანებს, მშობლემა არ იცოდნენ ეს ადამიანები სად იყვნენ და შევდივარ იზოლატორში, ძვლის შემიშვეს ამ იზოლატორში. და იზოლატორი არ გეგონოთ მაგალითად იღვის სამმართველოში, რომ რაღაც მე-5 სართულზე რაღაც კეთილმოწყობილი და ასე შემდეგ. ეს არის სარდაფში, სანამ სარდაფში ჩახვალი, აი ძალიან ცივი, წარმოგიდგენთ ხა სარდაფში, მე სარდაფში უნდა ჩახვიდე, მე არის იზოლატორი. და ჩავდივარ და ხვდება დასისხლიანებული ადამიანები. სხვა და აი ტასაცმელი სუსისხლიანი, ნაცემი, აი როგორ აგიხსენოთ, ხო ეს 1 და 2 კი არ იყო, იქ იყო ჯგუფი, იმიტომ რომ შესახლება ვერ ხდებოდა იზოლატორში, იმდენი ადამიანები იყვნენ. აქეთ ეს მოძალადე პოლიციელები, ზოგს რომელსაც მე უბრალოდ ეს ნაცემი ადამიანი მიუყვანეს და ელაპარაკებოდა ჩვენ რა შუაში ვარ და იქ რა აი ჩვენ არ გეგონოთ ის ადამიანები, რომელსაც ცემეს ხო იცით რომ თქვენ სპეცრაზმა გაგისწორდა და სუსისხლიანები იყვნენ, ხო და მე წარმოიდგინეთ ეს სისხლიანი ადამიანი იზოლატორში ხო შეიყვანეს. მე შევდივარ და მიყვება რომ იცით რა არის აი მე რომ მაგალითად ის დამჟელობით ის ეგრეთ წოდებული მიკროავტობუსები რო აქვთ იქ რო ავედით ანუ ერთი ხო კოლიდორი გაატარეს მე ხო ურტყეს იქ კოლიდორში რო ავედით მე მეუნებოდნენ მიკროავტობუსში ხელებს შეკრუზე პირი გაღიონა ჩააგაფურთხო და აფურთხებდნენ ამ ადამიანებს მე ფიზიკურად უსწორდებოდნენ და თან წარმოიდგინეთ ხო ეს ადამიანები ნავარჯიშები ადამიანები არიან ხო ეს გდდ-ის წარმომადგენლები ხო და თან უკეთეთ კასტეტისებური ხელთათმანები აი ეგ რატო უკეთე აი ეგ გამაგებინოს აი ნებისმიერმა პოლიცია აი რატო უკეთია კასტეტისნაირი ანუ იმიტომ რომ უფრო მეტად მოგტეხოს ხო ყბა უფრო მეტად გატკინოს მაგიტომაც აქვს ზოგ ადამიანს ყბები აქვს დალეწილი ზოგ ადამიანებს თავპირი აქვს ნეკნები აქვს დამტრეული და მაგიტომაც ხდებიან ხო სამართლობაში ეს ადამიანები არიან ანუ აღარ არიან სამართალდამცავები, რაღაც მუნდირის, ესენი არა კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროში პატივს არავინ აღარცემს ამ ადამიანებს. უბრალოდ აი ხმა უნდა ამოიღონ რა ამ ადამიანების წინააღმდეგ რა. ადამიანი როგორ შეიძლება რაღაც ხელთათმანი გეცოს კასტეტისებური და ფიზიკურად უსწორდებოდა. აი მაგალითად ისაკოს, ორჯერ გაუსწორდნენ ფიზიკურად. ხო ძალიან რთულია, როდესაც ჩეტავზე ელაპარაკობა. გავშალოთ თუ ეს თემა, ერთი ქუჩაში ცემეს, მეორე სახში აიყვანეს, იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად. აი ყოველდღიური მოქალაქეებზე ძალადობა მიდის ხო და ეს სადღაც უნდა დამკვიდრდა დაამთავრონ რა ეს ყველაფერი რა. აუცილებლად ლაშა ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად დაგიბრუნდებით ვასილე ლიევასთან უნდა გადავიდეთ რომელიც სულ აგერ ერთი კვირის წინ მოხდა მისი დაკავება დიღომში რომელიც არც კი გადასულა გზაზე ხო მართალია ხო ანუ საფეხმავლო ბილიკზე ვიდექი ვიღებდი ვიდეოს ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში ამ ესახა კადრები რა ხდებოდა აი უგულავას გატარება დავინახე სადღაც 5 წუთის ინტერვალში დაიჭირეს გიგი მე გავიგე უბრალოდ ხმა ნუ მოპირდაპირე მხარეს ხდებოდა და გავიგე უბრალოდ ხმა რომ იჭერდნენ ნიკამელიას და ამის შემდეგ უკვე განსაკუთრებული სისასტიკის დეპარტამენტმა როგორ ქვია მაგას ხო მოგვაწვა ტროტუარზე მდგომ მასას პაპკარა მიწაზე, ყველანი ერთად და ამორჩევით გაგვიყვანეს რამოდენიმე ადამიანი. ჩემამდე ერთი გაიყვანეს, ვეცადე დამეჭირა, ჩემზე ცოტა იფიქრეს ის სიმართლე რო გითხრა, ფიქრობდნენ წავიყვანეთ თუ არა. ყმანობდნენ, ეთქობა რაღაცა ლიმიტი ქონდათ და მაგამ ბავში, მაგრამ მაინც წამიყვანეს და გადამიყვანეს, ნუ წაყვანისას მირტყეს ან დაკავების დროს სალამ ავტომობილამდე მიმიყვანენ. ჩემ შემთხვევაში ავტომობილში ცემა არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ რო დაგვდა, ვინც დაგვდა საბატონო პოლიციის წარმომადგენლები, იყვნენ საკმაოდ დადებითად განწყობილი ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ სასწრაფოდ დაკოქეს მანქანა. თავადაც პატრულის თანამშრომლებსაც არ უხარიათ ნაცემი ადამიანების გაფორმება. ისინი უბრალოდ ვალდებულები არიან, ავალდებულებს სისტემა ვერ მიდიან სისტემის წინააღმდეგ და წარმოიდგინე ხა
გეუბნებიან რომ უნდა თქვა რომ დააკავე ადამიანი, რომელსაც აქვს გახეული თავი, ერთს აქვს თვალის ბუდე მოტეხილი, ერთს აქვს წარბი გახეთქილი. არის არასრულწლოვანი დაკავებული, რომელთანაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს დაკავების და ყავდათ დაახლოებით 5 საათის განმავლობაში, სანამ ყველა არ გაგვაფორმეს და ერთმა ადამიანმა ყველას არ უკარნახა ჩვენების იმის რა ქვია ოქმის შინარსი. ეს ბავშვი ყავდათ ხელბორკილებით, ჯერ მოიყვანეს რასაც განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტი იყენებს ხამუტებით დაბმულები მოიყვანეს. შენ ხო, ანუ დაკავებები რომ გაგრძელდა სისასტიკეც უფრო და უფრო გაიზარდა. შემდეგ ყოველი შემდეგი დაკავებული უფრო მეტად დაზიანებული იყო. ანუ ზოგს თავის არეში ქონდა დაზიანება, ზოგს წელის არეში ქონდა დაზიანება. და ეს 31 ადამიანი ეს შეკვრეს, 14-ნი ვიყავით, თუ სწორად მახსოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკეთილში რო არის რა, ყოფილი სამინისტროს შენობაში. მან ფარეხში სადაც ეს მოტოციკლებს და რაღაცებს აყენებენ, მან მიდიოდა ჩვენი გაფორმება, ყველაზე ნაკლებად არის საწუწუნო ფეხზე რო ვიდექით ყველანი წელი გიოდა თუ თავი გიოდა, მაგრამ იყო ესეთი ამბავი, ნორმალური საუბარი საპატრულო პოლიციიდან უბრალოდ იქაც ძირითადში პროცედურებს მიყვებოდნენ. ბევრი ვეცადე რომ ასრულწლოვნისთვის მოეხსნათ ხელბორკილი, რატომღაც მეგონა და ფიქრობ რომ დაკავების მომენტში თუ აუცილებლობა არის ედება ხელბორკილი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ამდენი სამართალდამცავის გარემოცვაში არასრულწლოვანი ხელბორკილი თან უნდა იყოს, იმიტომ რომ ჯერ ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. მე მახსოვს ქართული ოცნების წევრი რო იყო ეკაბესელია, მაშინ ითხოვდა არასრულწლოვნების მიმართ ამ სტანდარტის შეცვლას და კიდე ბევრი ვინმე იყო ეგეთი, ანუ ქართული მაშინ, ეხლა საერთოდ სხვა სახი აქვს ქართულ ოცნებას, ანუ სახი არ ვიცი რა არის ეხლა მათი, მაგრამ რაც არის ეგ არის და ამის შემდეგ გადაგვიყვანეს დროებით მოთავსების იზოლატორში, სადაც ანუ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, დარწმუნებული ვარ ყველა დავეთანხმება სახესის იზოლატორის თანამშრომლებთან. აბსოლუტურად ნორმალურად ყველაფერი გარკვეულწილად სოლიდარობის განცდაც გიჩნდება რომ ადამიანი აქ თუ ვინმე კარგად გექცევა ფიქრობ რომ ესე იგი გულში ფიქრობს რომ სწორსაქმეს აკეთებ ანუ ეგეთი განცდა გიჩნდება და ესეთ რაღაცებს რო ვისმენ მართლა ხო არა მართლა მიხარია რომ მართლა არაფერი არ არის დაკარგული რა ორი დღე ვიყავით იქ ანუ ჩვეულებრივად მოგვეწოდებოდა საკვები ესე მადლობა არ გადამიხდია ბევრი ადამიანისთვის და ვისარგებლებ შემთხვევით მე ხარ რომ მოგჩები ის ყოველას და რამოდენიმე ადამიანს და რამოდენიმე ორგანიზაციას მადლობას გადავუხდი ანუ და მე უკვე მოვიდა ეს ჩემი დამკავებელი ჭყალებში დამკავებელი პოლიციის თანამშრომელი პატრულის თანამშრომელი და ნუ ითხოვს რომ მე ვფიქრობ ვიდივარ სასამართლოზე და ბიჭები მოვიდა თავს ვიმზადებ 14 დღიანი პატიმრობისთვის რა რომ აი 14 დღით ეხლა ადმინისტრაციულად ჩამსვავენ იმიტომ რომ მართლა არ ვიცოდი გაიგებ არ ვიცოდი კი არა არ მიფიქრია რომ იმან რომ რაღაცა ბრძანება დაწერა წინა დღეს ვიღაცამ სადღაც ეს ავტომატურად კანონის ნორმად იქცა და მთელი ქალაქი გადაიქცა განსაკუთრებული იმის რა ქვია როგორ არის ეგ ობიექტი როგორ განიმარტეს ბრალი ან ამან რო გადაიქცა მთელი ქალაქი მართლა არ მიფიქრია ანუ ჯერ ისედაც გზაზე არ გადავსულვარ რო ყოფილიყო ეს კანონი და გამართული რო ყოფილიყო მართლა არ გადავსულვარ გზაზე იყო ერთი მომენტი იქამდე გადავედი გზაზე მაშინ როცა თვითონ მოახდინეს გზის ბლოკირება და უბრალოდ მაინტერესებდა რა ხდებოდა გაახსნეს გზა ყველანი გადალაგდნენ გზა ჩაკეტეს გადაუდგნენ ავტომობილებს და ვაძლევდნენ დერეფანს იქით გადასასვლელად. ეგ მომენტი იყო სამინაბიჯი გავაკეთეთ წინ და გადმოვედი უკან, იმიტომ რომ თვითონ მეძახდნენ გადადითო და მე მეორე ნაწილი გამოგვეკიდა რატო გადადიხარ. ეს ხო, თან წიხლებით გამოგვეკიდნენ და ეხლა ეგ მოწოდება არ იყო, მაგრამ თუ მაგას მოწოდება ჩაუდგით, გადმოვედი ეგრევე და დავდექი იმაზე. საფეხმავლოზე. ხო არა, მართლა ის თრილერში ვიყავით ყველა. გადაგვიყვანეს ნუ ის 2 დღის შემდეგ რომ გამოვედი და რომ დავინახე მობილიზება და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ესე მობილიზებული პირველი შეხება არ არის ჩემი სამართალდამცავ ორგანოებთან ან ადრე მქონია ნასამართლეობა ასე შემდეგ სამაგალითო მოქალაქე ყოფილვარ და არც ისა რა ქვია მაგრამ ნუ მქონდა რაღაცა პრობლემები გარკვეულ სამართალდამცავ წყებთან ნუ ზოგადად მათი გამოისობით მაშინაც და ამ რეჟიმის პირობებში მაგრამ ნუ პროპაგანდას ბევრი ამე ექნება სათქმელი ხო და მოვიდნენ და ეს გამზადებულ ხელბორკის მაჩვენებს ერთ-ერთი და მეორე სადაესავა რომ გამაცნობს თავს გამომძიებელია და თქვენო ბრალი გედება თუ და უკვე მივხვდი რაშიც მედებოდა ბრალი იმიტომ რომ მე ბრალს ვერაფერზე ვერ წამიყენებდნენ ანუ ფიზიკურად არაერთი დაშაული არ მქონდა ჩადენილი ну გასაგებია მეთქი მედება ბრალი და ბრალის დადგენილება წარმიდგინეს არა დადგენილება არა ხო ბრალის დადგენილებას რაღაც საბუთი დოკუმენტი ჩხეკის ოქმი
სიმართლე გითხრა არ მithქვამ შრეკის ოფისზე ხელმოწერაზე ვარ, იმიტომ რომ როგორც შევედი დმეიში 5 წუთის მერე გამოსულზე ვერც ვერაფერს დაამატებდნენ, ვერც ვერაფერს მოაკლებდნენ. შემდგომშიც არ მithქვამს რაღაც დოკუმენტებზე, რასაც ითხოვდნენ გაცნობის შემდეგ ხელმოწერა, იმიტომ რომ იმდენად კონსტრუქციული იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში. და შენს წინააღმდეგობა არ გაგიწევია? არა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა, ჩვეულებრივად შევხურგდით კიდევაც ერთმანეთში, იმიტომ რომ თვითონაც გრძნობდნენ დარწმუნებული ვარ სიტუაციის კომიტურობას, იმიტომ რომ ჩემი ტიპის ადამიანი ხა უბრალოდ აგვარჩიეს 51 ადამიანიდან ის ადამიანები, ვინც თავიანთი აზრით ვიღაცა შეშინდებოდა, ვიღაცას სხვა რაღაცის შიში ექნებოდა და ანუ პროტესტ შეწყვეტდა. 51 ადამიანს შეაშინებდნენ და არჩენს ვინც დააჯარიმა, შეაშინებდნენ იმ ხალხს, ვინც იქ იყო, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს შემთხვევით ფეხი გადაუცდა გზაზე, ყველა იმის მოლოდინში უნდა იყოს, რომ ესენი მერე სახლში მიუვარდნენ. ანუ ამ შიშის დათესვას ცდილობენ და ერთადერთი მიზეზი, თან ფოიეშიც ვამბობდი, ვისთვისაც მე ზოგადად იმასთან რა ქვია მიკროფონთან მივდივარ და გადაცემაში მოვედი, არის ის, რომ შიში უბრალოდ აქ უადგილო ამბავია, იმიტომ რომ ჯერ ქვეყანა დავკარგეთ უკვე. ანუ ჩემთვის როგორც ერთი ადამიანისთვის, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და ამ ყველაფრის მიღმა, ანუ ფიზიკურად გადარჩენისთვის, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლა მიწევს, ანუ ფიზიკურად რო გადავრჩე და უამრავი დაცინვა, უამრავი შეურაცხყოფა მიმიღია სისტემისგან. არ ვამბობ რომ ანუ კონკრეტულ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, სისტემაა ესე მოწყობილი, სისტემა უნდა შეიცვალოს, თორე კონკრეტულ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, პოლიტიკოსები აფასებენ ამას, უფრო კომპეტენტური ადამიანები აფასებენ, არც ერთ ადამიანზე ლაპარაკს არც არ ვაპირებ, იმიტომ რომ არავიზე უკეთესად არ მიმაჩნია თავი, უბრალოდ ქვეყნის მოღალატეს და უძახებ ქვეყნის მოღალატეს და ჩემი შეხედულებით დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შეგნებულად ხალატობს ქვეყანას, ანუ რა და ქვეყანა მიყავს არასწორი მიმართულებით. ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა და ჩემ მდგომარეობაში ყოფი საქართველოს 100,000-ობით მოქალაქის ერთადერთი გადარჩენის გზა არის ქვეყანა წავიდეს სწორი განვითარების მიმართულებით და ეს სწორი განვითარების მიმართულება არის ევროკავშირი. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გვაქვს. ბუნებაში არ არსებობს საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა. რას ამბობ, ხა გაუგებარს მithქვი. ხო არა, არ არსებობს სხვა ალტერნატივა ბუნებაში, ანუ მარტო დარჩენილის, ანუ აქამდე რომ ჩემი სოციალური პრობლემები ვერ მოაგვარეს და მე და ოპერაციებს 1000 რაღაცის გადატანა მომიწია და უწყებიდან უწყებაში დავბოდი და რაღაცა მას ვიხვეწებოდი რომ 15 ლარი დამიფინანსეთ მეთქი, მაგრამ და თან უბრალოდ კითხულობდი რა მე პროგრამა არსებობს მეთქი ამაზე რომ ეს რო არ არის მოწესრიგებული 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არიან, ანუ მარტო დარჩენილები ესენი ევროპული დაფინანსების გარეშე ვის რაც გაუკეთებენ. ეს თემას უხვევ, მაგრამ ბიჭო უამრავი შიცით დაავადებული ადამიანია, რომელსაც ევროკავშირი მკურნალობს. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აკეთებს. ჯანდაცვის, ანუ ყველა საავადმყოფოში მონიტორინგის აწარმოებს ევროკავშირი. და ამის ხარჯზე და აპარატურით ეხმარება ამ საავადმყოფოებს და მოვედით აქამდე, თორე მე მახსოვს გენერატორი რომ უნდა მიგეტანა საავადმყოფოში ისეთი დრო საქართველოში. გენერატორი თუ გენერატორი იყო საავადმყოფოში, თუ საწვავს ვერ შევიდი სადმე ვინმე ამის 3 საათზე რომ თუ ვერ გააგვიძებდი და საწვავს არ მოგცემდნენ, გიგდებოდა ადამიანი. ესეთი დრო მახსოვს საქართველოში და ეხა რაღაცით განვითარებისკენ წავედით და ამ ყველაფრის წლების განმავლობაში ამას აკეთებს ევროკავშირი და საწავიდე მეტი, ანუ მე უბრალოდ თვითგადარჩენის სხვა გზა არ მაქვს და ჩემი თვითგადარჩენა კიდე ჯანდაბას ჩემს შემდეგთაობებს ჩემი წარსული ცხოვრების გამოცდილება არ მინდა რომ გქონდეთ. არ მინდა რომ განიცადონ ის ფიზიკური სულიერი ტკივილი და შეურაცხყოფა, რასაც ეს სისტემა წლების განმავლობაში ადამიანებს უკეთებს. შევარდნაძის დროს სასწაულები გამოვიდა, დამოუკიდებლობის დროს მე იყო ყველა მთავრობას ჰქონდა თავისი ცოდვა, ყველა მთავრობას, ყველა აგებს თავისთავად პასუხს, უბრალოდ უნდა მიეჩვინონ, უნდა წასვლას ამ ჩვეულებრივად ქუდის დახურვას და წასვლას უნდა მიეჩვინონ ამ ქვეყანაში, მეტი არაფერი და ანუ მთელი ცხოვრება შოვნა შეუძლებელია რაღაცა, ანუ და სულ იმაზე ფიქრი რომ მარტო მე და ანუ ეხა ყალაძის განცხადებას ვუსმენდი, არც ყალაძის პიროვნებასთან არ მაქვს არანაირ არ ვიტყვი არაფერს უბრალოდ რო ვისაუბრებ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნებაო და თქვენო ყველა შეხვალ ბუტკაშიო რა, ანუ მოკლედ რო გამმართო და კი ბატონო კახი, მაგრამ
ხალხი წდება ამასობაში, სანამ შენ და მთელი სისტემა იმაზე ხარ გადართული, რომ ეს პროტესტი ჩაიხშოს და როგორმე იზოლირებული დარჩეთ მთელი სამყაროდან და რავი, სოფლები ვარ ჩვენც რა, უბრალო ადამიანები და სხვა გზას არ გვიტოვებთ, უბრალოდ ვიდგეთ ქუჩაში. ეს არის ჩემი мотиваცია ქუჩაში დგომის. ანუ ჩემი დიაფიქსი და რაღაცა გინდა თუ არა ევროპა, ხო, არა, ჩემ არც ერთი ადამიანის იქ დგომის არა, სხვა ალტერნატივა სხვა ქვეყანას არა აქვს. ვერ გვაჭამ საუდის არაბეთიდან რაღაცა ჰიპოთეტური 9 მილიარდი მე თუ ჯანდაცვის და სხვა სოციალურ პრობლემებს მომიგوارებს ისიც არ მჯერა ისიც არ მჯერა ხო არც მშენებლობა არ იქნება ეგეთი დაანონსებული მშენებლობები ბევრი გვინახავს ჩვენ კაცო საარჩევნო წინასაარჩევნო და კრიზისების დროს და ბევრი ფული შემოდიოდა და ბიზნა მილიარდებს სოფლებში არიგებდა ბატონი ბიზნა უკაცრავად არ ვინდა პიროვნებებზე რა ვიცი მილიარდებს სოფლებში არიგებდა და მე მაშინ 19 წლის ვიყავი როცა ბატონი ბიზნა მობრძანდა და მეც მქონდა გარკვეულწილად რაღაც დოზით იმედი რომ აი ხალხზე რაღაც იზრუნებდა იმ კონტექსტში რომ საგარეო პოლიტიკაში ბიზნეს და ბატონ ბიზნეს დაყრდნობა რო არ შეიძლებოდა იგრძნობოდა თავიდან მიან ჩემთვის ეგ ნათელი იყო რაღაც პერიოდი რომ ჯეროდა რომ ადამიანებზე რაღაცა იზრუნებდა მოჩვენებითად მაინც მაგრამ სინამდვილეში ნახლად ამბობს ეს ადამიანი და გაუმარჯოს გვერდს ჩემი ფული მაინტერესებს უკაცო აბა ეგ ვიცი ესედაც და ასედაც მადლობა არა მადლობა მინდა გადავუხადო რამოდენიმე ადამიანს და ამით მოგჩები უბრალოდ სიმე რაღაცებს გადის ხალხი, იმიტომ რომ ვიღაცამ თავისი სკამი შეინარჩუნოს და ესა. ანუ ჩემს ადვოკატებს მოხალისეები არიან. ხო, ან ზაზა დარბაიძეს და მარიამ ჩხეიძეს. წარმოიდგინე, რომ ამბობ სოციალურ პრობლემებს ციდან მოტანილს კი რომ ამბობ, ანუ არანაირი საშუალება არ მქონდა რომ ადვოკატი ყოლოდა, არც იმის საშუალება არ მქონდა რომ ყოფილიყავი იმ საპატიმრო გირაოს პირობებშიც გაგრძელდებოდა ჩემი პატიმრობა, რო არა ნიკა გილაურის ფონდი. ნიკა გილაურის ფონდთან თავის მხრივ ურთიერთობა ვინც მოეყვარა და ღამით ანუ რო გამოვედი, დამხდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რა ქვია, ლევან სანიკიძე და აი სახელი და გვარი დამავიწყდა ბოდის მოუხდი. ხო და იგორ ნარმანია ხო აი ეს ორი ადამიანი დამხვდა დილის 6 საათამდე გაათენეს წამიყვანეს მისამართზე სადაც მივდიოდი მომაქციეს მაქსიმალური ყურადღება ფონდებთან ურთიერთობასაც ეცადნენ ანუ სასამართლოზეც გრძნობდი მხარდაჭერას მეგობრები ეს პირველი დღიდან აქციაზე გავიცანი ხალხი კრაპკაფე არის ესეთი რომლებიც პირველივე დღიდან ყავით და თმილეუთ უმასპინძლებიან იქ იმას რა ქვია აქციის მონაწილეებს გვიმასპინძლებიან და ანუ ამ დღეების განმავლობაში იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რომ მიგულშემატკივრეს და მაქსიმალური ყურადღება მომაქციეს და ამ ერთობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა აქ ერთი რესპონდენტი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ როდესაც სასამართლო პროცესზე პროკურორის შესვლას ვერ მოახერხებს პროცესის დასაწყებად ანუ ვერ მოახერხებს და იმას არ მოგზა გადაუკეტოთ კაცო ისე კომფორტულად შესვლას ვერ მოახერხებს სრული კომფორტით ანუ სიგარეტს რო გარეთ მოწევს და ისე რომ ვერ შევა როცა იგრძნობს რომ წნეხის ქვეშ არის გაცილებით უფრო მობიერი იქნება სისტემა და დაიხევს უკან სხვა გამოსვლა ერთობის მეტი გამოსვლა მადლობა შენ აი ესე ადამიანურ ენაზე მოყოლილი აი რა არის ახლა გაუგებარი და რისთვის იბრძვის კონკრეტულად ეს ადამიანი და არ ვარ პროტესტის და მართლა ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანს ხო ანუ იდეა ხო ეს არის რა ადამიანურ ქვეყანაში მადლობა ვუერთდები მეც მადლობა სვასლის მადლობას იმიტომ რომ ლაშაც იმ ადამიანებს შორის არის რომლებიც ასე უდგანან მსგავს გაჭირვებაში ყოფ ადამიანებს და ეს ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მართლა რა უცხო ადამიანს უნდა ხარ გვერდზე ეს არის ყველაზე დიდი ხიბლი და ყველაზე დიდი ჯილდო რა ვიცი ამ ყველაფრის რა ლაშა იცი აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რეჟიმის ქალ პატიმრებზე ამ შემთხვევაში ნათელი მაგალითი გვყავს ერთ-ერთი ხო ეს იყო ქალბატონი ბზიას გულისხმობ ამ შემთხვევაში აი კონკრეტულ ქეისებზე რომ ვილაპარაკოთ თუ შეიძლება იმიტომ რომ მათი დაპატიმრებაც რომ ჩავეტიოთ დროში იმიტომ რომ ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად მინდა რომ შევახოთ ქალების დაპატიმრებებსაც სამწუხაროდ სისტემა უკვე გადავიდა ეგრეთ წოდებულ ამ სიტყვას ვიტყვი დაუკრეფავში ანუ მარტო ქალებს კი არ აპატიმრებენ უკანონოდ ქალებზე ძალადობენ უკვე ჩვენ ნახეთ აქციებზე აყენებენ შეურაცხყოფას ხო ისეთ შეურაცხყოფებს აყენებენ რომ ჩვენ კულტურაში ჩვენ საზოგადოებაში ეს არის შემარცხვენ ყველა
კაცი, რომელიც ქალზე ესე საუბრობს, ეს არის ძალიან შემარცხვენელი პოლიციელი, ხო, მით უმეტეს არ უნდა იქცეოდეს, ხო, ესე როდესაც მუნდირი და ამბობენ, რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ, ხო, ქართველი ადამიანი, ქართველი კაცი ესე ქალს ჯერ არ უნდა ელაპარაკებოდეს. რაც შეეხება ხო ეხლა წამოვიდა ეს ტენდენცია, რომ და დიდი ხანია დამკვიდრებული არის, რომ მაგალითად, როდესაც ქალებს ჩხრიკავენ ასე შემდეგ, აშიშვლებენ, მათ მაგალითად ბუქნებს აკეთებინებენ, მარტო ქალებს კი არ კაცებზეც ესე იქცევიან და მე მინდა რომ მათ აუხსნა რა თუ ვიღაცამ არასწორად ასწავლა, მე მინდა რომ აი ნამდვილად რა წერია, ხო? აი მაგალითად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის, რომ ეს არის არაადამიანური და დამამცირებელი მოქცევა. მარტო ევროპული გადაწყვეტილებებით კი არა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათმა სასამართლომ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება ადამიანი გააშიშვლო, არ შეიძლება მე ამის მერე აბუქნაო და რატო? არსებობს ტექნიკური საშუალებები, ეს აღარ არის ხო რაღაც მე-14, მე-13 საუკუნე არსებობს ტექნიკური საშუალება, მაგალითად ელექტროხელწყობი, რომლითაც ზუსტად იგივე თავის დაზღვევა არის, ხო, ჩამოატარებ ამ ელექტროხელწყობს, არ ექნება არავითარი, არ არის აუცილებელი, მაგრამ ესაც ერთ-ერთი დამამცირებელია. ამ ადამიანებს ხო აწამებენ, მე გახთიან, მე აბუქნავებენ, ხო და ეს არის ერთ-ერთი წამება, ხო მაგალითად ქალბატონ ზიასთან დაკავშირებით გადაიყვანეს ხო ეს ადამიანი უკვე საავადმყოფოში და რამენაირად კლინიკაში იქნებას გაეციოს კარგი იურიდიული მომსახურება რა თქმა უნდა ეწევა და კარგი სამედიცინო მომსახურება. ჩვენ ასევე არ უნდა დაგვამიწყდეს ბატონი ქათამაძე. რომელიც ასევე შიმშილობს. აუცილებლად ეს ადამიანის კლინიკაშია გადასაყვანი. აუცილებელია რომ სახალხო დამცველმა თუ ერთ შემთხვევაში შექმნა ახლა კონსილიუმი, აუცილებელია მეორე შემთხვევაშიც კონსილიუმი შექმნას, რომ გავიგოთ ამ ადამიანს რა საჭიროებები აქვს, რა ჭირდება, რა პრობლემები აქვს. ხო და აი საზოგადოებას კიდე მინდა რომ განუმარტო, ხო იურისტებმა, მასთმა იურისტებმა განმარტეს და მადლობა მათ. ყველა ადვოკატს, ვინც ესე იცავს ამ ადამიანებს, ხო? რა არის? ბატონ ქათამაძე, რაიმე დანაშაული კი არ აქვს ჩადენილი. ანუ ფურცელზეც ვამბობ, ანუ რამე დანაშაულიც კი არ შეუკერეს ამ ადამიანს, რაღაც ბრალი არ აქვს დაყენებული. ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულად, მას ეძახიან ბათუმელ მედროშეს და ეს მარტო ბათუმელი მედროშე არა, საქართველოს მედროშე არის, იმიტომ რომ ქართულ დროშას ატარებს და ეს ადამიანი მაგის გამო დააკავეს, მე გამოვიდა, თითქოს რაღაცა საიმიგრაციო წესები დაარღვიეო და ამის გამო დაიჭირეს. აი წარმოიდგინეთ, საიმიგრაციო წესების გამო როგორ შეიძლება ადამიანის საპატიმრო დაწესებულებაში ყავდეს წესების დარღვევის გამო, ანუ დანაშაულიც არ არის, ხორცობა. ეს არის აი ყველა ასპექტში ჩანს, რომ სისტემას უნდა რომ ამ ადამიანებზე მოახდინოს ზეწოლა და აი საზოგადოება მინდა რომ აი ძალიან კარგად შეაფასოს ეს ყველაფერი, ხო? ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებს არის გამცდარი. ქალს რო აგინებ. ქალზე რო ფიზიკურად იძალადებ და მე რომ ფიზიკურად გააშიშვლებ, მე რო აბუქნავებ და მე რო ამ ადამიანს დაიჭერ. ეს არც კანონია, არც სისტემა არის და არც ადამიანობა არ არის რა. დიდი მადლობა ძვირფასოს სტუმრობა და თავის უნდა ყველა პოლიტპატიმარს მადლობა ყველა პოლიტპატიმარს კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ამ ადამიანის მონაწილეობის მადლობა თქვენ სანამ თქვენ ხართ იმედი არსებობს და ეს დავუმატებოდი ძალიან სწრაფად ძალიან ბევრ ნაცემ დაზარალ ადამიანს უთქვია ჩემზე ცემა იმიტომ შეწყვიტეს რომ დაინახეს კამერები დაინახეს ჟურნალისტები და აი თქვენ პირადად მედიას გადაურჩენია ბევრი ადამიანის სიცოცხლე და მადლობა თქვენ. და იმ გოგო ბიჭებს კიდე არ ვიცი რომ არიღლებით ჩვენ კოლეგებზე მაქვს ლაპარაკი მადლობა მათ. წარმოუდგენელს ამ საქმეს აკეთებს და არაჩვეულებრივი ხართ და პროფესიონალები ხართ ნამდვილად და მადლობას გიხდით ჩვენს. რა თქმა უნდა გიერთებით და გამგონი მოდი სანამ ასე ვთქვათ კიდევ ვიტყვი შენ საქმეს რომელიც უხვად გაქვს მოდი რეკლამაზე გავიდეთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დავბრუნდით. რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში და საუბრობთ დაპატიმრებების იმ დიდ სერიაზე, რომელიც წამოიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ და აგერკვე ხო, ეგრეთ წოდებული კი ბატონო იყოს ასე და 73 დღიანი კაც საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროევროპული აქციები მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ამ აქციებში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი სტუდენტები, ჩვენი არაერთხელ ყავდა ისინი სტუმრად მათი საუბრეს გაფიცვებზე და ასე შემდეგ და
მართლა ძალიან დიდი ნაწილი არიან ისინი ამ პროტესტის და სწორედ დღეს ერთ-ერთი მათგანი არის ჩვენი სტუმარი აჩი გოჩიტაშვილი არის ჩვენთან, რომელიც გუშინ საღამოს ღამე გაათავისუფლეს და რომელიც დააკავეს 6 თებერვალს თავის მეგობრებთან ერთად, კი ბატონო, სტუდენტებთან ერთად და ჭავჭავაძეზე და მე მგონი დროა რომ თავად მოგვიყვეჩი როგორ რანაირად განვითარდა დარწმუნებული ვარ რომ რაღაცნა აბსურდულ სიტუაციასთან გვექნება საქმე როგორც სხვა დანარჩენების მდგომარეობა იყო ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვაცხადო ყველა დაკავებულებს, ყველა რეჟიმის პატიმარს, ასევე სოლიდარობა მზია ამაღლებელსა და ბათუმის მეტროში, რომელიც უკვე 20 და 20-ზე მეტი დღე არის შიმშილობს. ხოლო რაც შეეხება 6 თებერვლის ინციდენტს. მოკლედ მე და ჩემი ორი მეგობარი, ორი სტუდენტი, გასულები ვიყავით ღამის საათებში, როდესაც გრაფიტს ვაკეთებდით ერთ კონკრეტულ კედელზე შინაარსით დაასრულე მილიცია, დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი. როდესაც საპატრულო პოლიციამ მოაჩერა და დაკავების მომენტში, როდესაც ვერაფერი მოიფიქრეს, გადავიყვანათ ასე ვთქვათ იზოლატორში და სასამართლო პროცესში ჩანიშნული იყო, მოგვაკერეს დაუმორჩილებლობა, რაზეც შემდგომ ორდღიანი წინასწარ-პატიმრობა იყო და შემდეგ ჩაგვენიშნა სასამართლო, სადაც დაუმორჩილებლობამდე ბოდიში რო გაწყვეტინებ რა, მოგვაკერეს დაუმორჩილებლობა. როგორ მოხდა თქვენი დაკავება? რა თქვეს, რომ წამოდი და არ წაყევი, თუ რა იყო? კი ბატონო, მოკლედ მომენტში პოლიციის მანქანა მოაჩერა, ჩვენ ასე ვთქვათ, თვითონ ეს მანქანა ვერ შევნიშნეთ, მაგრამ ერთი ტიპი გადმოვიდა მანქანა პოლიცია, რომელსაც ასე ვთქვათ, შავი ტანსისფერი ეცვა და მის იდენტიფიცირება ვერ მოახდინეთ, ის იქნებოდა პოლიციელი, უბრალოდ ეგრეთ წოდებული ტიტუშკა თუ ასე შემდეგ. რის შემდეგაც ასე ვთქვათ, იგი ჩვენგან გამოიქცა რა და ეს ყველაფერი დავინახეთ, ცოტა გავიქეცით და როდესაც ერთ-ერთმა თქვა რომ გაჩერდით პოლიცია არისო, მაგ მომენტში უკვე გავჩერდით, ასე ვთქვათ, არანაირი დაუმორჩილებას აღარ ქონია ადგილი. ანუ რეალურად ფორმიანი რო გადმოსულიყო იქ ადამიანი, არც გაიქცეოდით და არაფერი ხო მართალია? იდეაში შეიძლება ფორმაც ეცვა, უბრალოდ შავი უნიფორმებია ეს, რომელიც ღამე აღთქმადი არ არის და ასე ვთქვათ, ვერ შემიშნეთ, რომ ის იქნებოდა პოლიციელი. და ხო მოკლედ გუშინდელი სასამართლო ის 2 დღე რომელიც გავატარეთ იზოლატორში, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო აფიო, რაღაც სრული აბსურდი, რაღაცა რეჟიმი ასე ვთქვათ, გაიფართხალა, მაგრამ ეს ყველაფერი თანათან უკვე დასასრულისკენ მიდის, აღარც ჯარიმების არეში არავის, აღარც ეს წინასწარი პატიმრობის, პირიქით ეს ყველაფერი სისტემას და რეჟიმს უჩენს ბზარებს და ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი მათი დასასრულის წინაპირობაა. და 2000 ლარიანი ჯარიმები გამოგიწერეს ხო? მე და ლუკას დაგვიწერეს 2000 ლარიანი, ხოლო გიორგისთან სიტყვიერი, ასე ვთქვათ, გაფრთხილებით შემოიფარგნენ. აჩი აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გაფიცვასთან დაკავშირებით, რომლებიც ასე ვთქვათ, გამაგრებულები არიან ისევ თესეუს ჯერობაში. არა მაგრამ თესეუს კიდე რიგი უნივერსიტეტების სხვა უნივერსიტეტების არა. კი ბატონო, კიდე უბრალოდ წარმომადგენელი ხარ და ამ შემთხვევაში ხაზი გავს. კიდევ რიგი უნივერსიტეტები არიან, ასე ვთქვათ, გაფიცულები, ისინი თავიანთ უნივერსიტეტში იკავებენ ფოიეს პროტესტის ნიშნად, რადგან საპროტესტო კერა გააჩინონ ყველა ადგილას, ყველა ასე ვთქვათ, გარემოცვაში, რომ ადამიანმა, მithome სტუდენტმა, რომელიც აქციის დიდი ნაწილია და უდიდესი ძალა ვერ შეძლოს თავის არიდება იმისთვის, რომ რაც ხდება დღესდღეობით საქართველოში და რეალობის წინაშე დგას ქართველი ერი. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ გაფიცვას, ამ პროტესტის ფორმასაც, უკვე 26 დღეა უნივერსიტეტში ვარ შესული, ეს ყველაფერი რეჟიმს ძალიან აწუხებს და მდინარეზე განცხადებაც გააკეთა, რომ შიდა სივრცეებში, ასე ვთქვათ, აქციები უნდა ააგრძელოთო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაშინებს, მათ აბსურდულ და არაკანონიერ კანონებს არ ვემორჩილებით და არ ვაპირებთ გაჩერებას და უნივერსიტეტიდან გამოსვლას, რა თქმა უნდა. მართლა საინტერესოა, სადამდე უნდა მივიდეს ეს რაღაცნაირი კანონები, ხო? სადამდეც ჩვენ ვერასდროს მივალთ, მე მგონი ჩვენი გონებით და დღემდე გვიკვირს ის რაღაც კანონები და წესები, რომელსაც გვიწესებენ და მაინც რაღაცნაირ გაკვირვებას იწვევს, რომ ეს როგორ ყოველდღიურად ხო, გაკვირვებას თავიდან შეიძლება იწევრო, მაგრამ ეხლა რაღაცა უკვე წეგანაც კი ბენი ჰილის შოუს უყურებთ. მე მგონი რომ კიდევ გაგვაკვირვებენ, იკა. გაგვაცინებენ უფრო ალბათ. შეიძლება.
შეიძლება ხო, არ ვიცი, კაცი, რამე შეიცვალა შენი დამოკიდებულება შეიცვალა შენ გეშინია კანონების მიღების შემდეგ რაღაც ერთი ნაბიჯი უკან გადადგი დაფიქრდით მარტო შენ გეკითხები და თქვენ გეკითხებით კი ბატონო რა თქმა უნდა პირიქით ჩვენთვის კარგი იყო ორი დღე დავისვენეთ გამოვიძინეთ ასე ვთქვა და მეტი ენერგიით მეტი შემართებით გამოვედით ეს ყველა ამ ყველაფერმა არათუ რაიმე შიში ან უკან დახევის სურვილი პირიქით უფრო მეტი მოტივაცია და შემართება გამოიწვია ჩვენში რომ გვებრძოლა იმ რეჟიმის და იმ დიქტატურის წინააღმდეგ რომელიც საქართველოს დღეს უდგას და მოკლედ რავი მე მგონი უნდა გამოგვეცადა კიდევაც უკვე ერთხელაც არ ვიყავი აქამდე კაპეზეზე ეგრეთ წოდებულ ნამყოფი კარგი გამოცდილება იყო ხო ყველაფერი უნდა ნახო ამ ცხოვრებაში ზოგადად როგორია განწყობა სტუდენტებში სტუდენტები ესე რა ვთქვათ შეკრულად მოქმედებთ ყველა უნივერსიტეტი ყველა გაფიცვილი სტუდენტი ერთმანეთთან კოორდინაციაში ვართ გეგმავთ ასე რა ვთქვათ მომავალში რა უნდა გავაკეთოთ რისი ასე რა ვთქვათ ახალი რამის შემოთავაზება თუ შეგვიძლია ასე აქციისთვის და ყველანაირად ვცდილობთ რომ ის ნაწილი რომელიც არის დღესდღეობით ჩუმად და ისე ნეიტრალურად იჭერს რამენერად გამოაფხიზლა და დავნახოთ ის რეალობა რომელიც მომავალში მასაც შეეხება და აწი როდესაც ისინი გააცნობიერება ამას, ჩვენ მას ვეღარ დავიცავთ და საჭიროა ის, რომ დღესვე ამოიღო ხმა და დღესვე დაიწყო ბრძოლა, იმიტომ რომ უკვე ამის დრო არის, დიდი ხანი გავიდა, სიჩუმის დრო აღარ არის და იმ მომენტში, როდესაც დუმილი თანხმობის ნიშანია, ამიტომ ყველანაირად უნდა შევიცავთ, რომ ხმა ამოვიღოთ და ანუ გააქვთ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, კი, ყოველდღიურად ხვდებით სტუდენტებს უნივერსიტეტში, ვამათობთ კი ბატონო, ფაქტია რომ უნივერსიტეტში ვარ, სტუდენტების დადიან უნივერსიტეტში და ყოველდღიურად გვაქვს მასთან შეხება, განწყობას ვიგებთ ასე ვთქვათ, ასევე რამდენიმე კითხვარი გვაქვს, რომ რას ფიქრობენ სიტყვაზე აქციის ამ ფორმაზე, რატომ არიან ჩუმად და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათი დამოკიდებულება გავიგოთ და ზუსტად ისე მივუდგეთ, როგორც ნებისმიერი ინდივიდი ასე ვთქვათ, საჭიროებს მიდგომას. მოკლედ, ამ ულამაზეს ტალღას, ამ შვიდობიან ტალღას ნამდვილად ვერაფერი ვერ შეაჩერებს, ამაში ყოველდღიურ წმუნდები და როდესაც მათ უსმენ, კიდევ უფრო მიმყარდება ეს აზრი საკურთა რგთავთ, ამიტომ რომ სწორედ ის რომ აი მომავალ გეგმებს ერთად სახავენ, ერთად ფიქრობენ, კამათობენ კიდევაც დარწმუნებული ვარ ამაში, რომ რაღაც თავარი არის ის რომ ერთი იდეა ასე ვთქვათ გამოძრავებთ რა და ეს არის თქვენი ქვეყნის სიყვარული. სწორედ ეს მე ასე ვჯერა რომ სწორედ ეს შეგვაძლებინებს. მართლა ეგრეა თუ დადიოდით რაღაცა ტრენინგებზე და გასწავლეს როგორ უნდა იყო პროტესტის ფაზაში და რას აპროტესტებ ხვდებით? და გვიხდიან. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბუნებრივი არის და გულიდან არის წამოსული, იმ გულიდან რომელშიც ასე ვთქვათ ქვეყნის სიყვარული ტრიალებს და ძალიან დიდი სიმართლე დგას თქვენ მხარეს და სწორედ ამას გულისხმობდი რომ ეს სიყვარული და ეს სიმართლე მიგვიყვანს ძალიან დიდ გამარჯვებამდე, რასაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ქვია და არა რაღაც ისე თითო კაცებას როგორც ვეძახით ხოლმე ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედნიერება ეს ბევრად მასშტაბურია და აი ამ მასშტაბურ ბედნიერებას რომ შეიგრძნობს ერი ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული მით უმეტეს ასეთ ახალგაზრდებს როდესაც ვუსმენთ ძალიან დიდი მადლობა აჩი რომ იყავით ჩვენთან ერთად წარმატებებს გისურვებთ მხნეთ ყოფნას გისურვებთ და ალბათ თქვენიცით ჩვენ ყოველთვის გაგიმაგრებთ ზურგს როგორც შეგვიძლია კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ესეთი დაალაგებულები ხართ გულანთებულები ხართ ჭკდიანები ხართ განათლებულები და შვიდობის მოყვარულები და თქვენი ქვეყნის და ერთმანეთის სიყვარული რომ გამოძრავებთ, ეგ არის ყველაზე მაგარი თქვენს და ჩვენს რა თქმა უნდა და ამ ჯადოსნურ ნოტაზე გვინდა ჩვენს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ პირველები და შემდეგ დაგიბრუნდეთ ისევ პირდაპირ ეთერში. დროებთ. და აი დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენს წინაბლოკებში ვილაპარაკეთ საპროტესტო აქციებზე, იმ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენს დღეს ქვეყანაში გვაქვს ზოგადად და ხნეთ რომ ვიყოთ და ჯანმრთელად ჯანსაღად რომ ვიყოთ და ჟამრთელი პროტესტი რომ გამოვხატოთ, ხო მართალია? კი, ფიზიკურ ჯანმრთელობას გულისხმობთ, ფიზიკურ ჯანმრთელობას აუცილებელია, მართლა ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს და რაც შეეხება ჯანმრთელობას, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა. სწორი დიაგნოზი, ხო მართალია? მეც ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში, რომ ეს განსაზღვრავს სწორ მკურნალობას შემდეგ და შემდეგ უკვე შედეგზე აისახება ეს ყველაფერი და ვინ და რა თუ არა ჩემო ნიკა ეს ყველაფერი სად გვხდება?
კლინიკა პირველში ხვდება სინამდვილეში, იმიტომ რომ მე არ ვიცი შენ რამდენად იცნობ ესე პირადად კლინიკა პირველს, მე სრული გამოკვლევა ჩა როგორ ვიცნობ? აბა მიდი. ფანტასტიურად, იმიტომ რომ ჩემმა შულმა არ დამიტოვა სხვა საშუალება, რომ კარგად არ გამეცნო ეს ყველაფერი და მართლაც რომ თავიდან ბოლომდე აი აღჭურვილობიდან დაწყებული საოცარი ექიმებით დამთავრებული, მართლა ფანტასტიურად ვიცნობ ამ კლინიკას და მადლიერი ვარ ყოველთვის მათი, იმიტომ რომ ვიცი თუ კი ელენეს რაიმე პრობლემა შეექმნებოდა ჯანმრთელობის, მაშინვე ქალბატონ ლალისთან იყო ზარი და მივდიოდით. კი, ასეა ნამდვილად და არაერთხელ ყოფილა ჩვენთვის მხსნელების როლში, იმიტომ რომ ელენე და ისე როგორც ყველა შვილი არაერთხელ გამხდარა ვირუსის თუ ასე შემდეგ სხვადასხვა რაღაცა ფატერაკიანია ცოტა და ამიტომ ხშირი სტუმრები ვიყავით მათი, თუმცა გაწმილებულები არასდროს გამოვსულართ კლინიკა პირველისგან. პირველიდან პირიქით, ყოველთვის იმედით ვიყავით და რაღაცნაირად ისე. და ეს სიახლეები, რაზეც ჩვენ დღეს საერთოდ მას დავიწყეთ საუბარი, ეს მაღალ ტექნოლოგიური კვლევის აპარატები, მე ძალიან მიყვარს, ხო ტექნიკასთან როგორ ვარ, რაც ახალი გამოდის თუ გამოჩნდება. გამოწვევაა ცხოვრებისეულები. მე მინდა რომ ბოლომდე შევისწავლო ხოლმე და ესეც ძალიან მომწონს. იმ პროფესიონალ ექიმებთან ერთად და იმ პროფესიონალ ექიმებს რომ მაღალ ტექნოლოგიური დანადგარები ეხმარებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ისეთი რაღაცა ნდობით ვარ ხოლმე აღშურვილი ამ შემთხვევაში უფრო მეტად. ხო და მე მგონია რომ უფრო მეტის გაგებაც გინდა შენ ახლა ამ შემთხვევაში ნიკა. ხო და მეც მაინტერესებს ძალიან და მოდი სიუჟეტი ვნახოთ სწორედ. ნახოთ რა გამოგჩა ერთი მე და მარიამს. ვნახოთ აუცილებლად და დაგიბრუნდებით ისევ ძალიან მალე. კლინიკა პირველში მოსულ პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს მრავალფეროვანი კვლევები: იმუნოლოგიური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, სეროლოგიური, იმუნოსეროლოგიური და კლინიკური კვლევები. პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს როგორც ონკოლოგიური, ასევე სასქესო ჰორმონებზე კვლევები, ვიტამინებზე, D ვიტამინი, B12, ფოლიუმის მჟავა და ძალიან დიდი სპექტრი არის. იმუნოლოგიური კვლევებიდან ასევე შეგვიძლია პაციენტებს შევთავაზოთ დიაბეტური პანელი, რაც მნიშვნელოვანია დღესდღეობით მოსახლეობისთვის. ვაკეთებთ ასევე ღვიძლის ფუნქციებს, ელექტროლიტებს, შარდის საერთო ანალიზს და სრულ სპექტრს, რაც კი ლაბორატორიაში შეიძლება პაციენტმა ისურვოს. კლინიკა პირველის ლაბორატორია აღჭურვილი არის უახლესი მოდელის გერმანული წარმოების ანალიზატორი. სრული დახურული სისტემის კოაგულაციის ანალიზატორი, ბექაპი გვაქვს ყველა დანარჩენ ანალიზატორებზე, გაზების და ელექტროლიტების ანალიზატორი, რადიომეტრი ABL9, რომელიც ბრენდია მსოფლიოში, ჰემატოლოგიური 5 დიფერენცირებადი ანალიზატორი, ავტომატური რა თქმა უნდა ესეც დახურული სისტემის, ROES ETSIS გამსაზღვრელი ანალიზატორი, ბიოქიმიური დახურული სისტემის ანალიზატორი, სადაც 10-15 წუთის განმავლობაში ანალიზი მზად არის უკვე და თავისთავად გადადის პროგრამაში და ვლდასტურებს პაციენტს. თანამშრომლები მაღალკვალიფიციური არიან და შესაბამისად გადამზადებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაციის მიერ. კლინიკა პირველს ასევე გავლილი აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, რითაც ვამაყობს მთელი გუნდი და კლინიკა ბუნებრივია. ეს არის იმუნოლოგის სრული ავტომატიზირებული აპარატი, რაც საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში შევასრულოთ იმუნოლოგიური ტესტები, რაც ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის. მუშაობთ ლის პროგრამაზე, რომელიც ავტომატურად როგორც კი ანალიზატორი ამთავრებს ანალიზის შესრულებას, გადადის პირდაპირ ჩვენს პროგრამაში, სადაც ცდომილება ნულამდეა დაყვანილი. მაგალითად, სისხლის საერთოს ანალიზი პაციენტს აღებიდან დაახლოებით 15-20 წუთში აქვს სრული პასუხი, რომელიც მიდის SMS-ის სახით ტელეფონზე და მას არც კი სჭირდება ლოდინი კლინიკაში. და გავამახვილო ყურადღება იმუნოლოგიურ კვლევებზე. იმუნოლოგიური კვლევებიც დღის ბოლომდე სრული სპექტრი შეუძლია გქონდეს პაციენტს, ესეც ტელეფონზე ლინკის საშუალებით მისდით.
მაქსიმალურად ვთვლობთ, რომ კმაყოფილი ვყავდეს პაციენტები და შევქმნათ ის გარემო, რაც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება და ძალიან კარგად იგრძნობენ თავს. კლინიკა პირველი გისურვებ ჯანმრთელობას. ეხლა აი ხო ყველაფერი მოგეწონა ნახე რომ ის დახულურ სისტემაში ჩადებენ იმ კოლბას თვითონ აკეთებს ანალიზს თუ ყველაფერი ძალიან მომეწონა მე ის რაღაცა დანადგარი რა იყო ბავშვს რო ანათებდნენ ხელზე მე მგონი აი ის არის სკანერია რომელიც საშუალებას გაძლევს ან ვენას ანუ სიზარღვებს რო ნახულობს სიზარღვებს რო სწორად მოხდება ხო რა მაგარია ლაბორანტი ასე ვთქვათ მის ვენაში როდესაც არის ხო საჭიროება რა საინტერესოა რომ რისიც ეშინიათ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს დიდებსაც ეშინიათ ხანა მართლა საოცარი ტექნოლოგიები ნახეთ ხო ამ შემთხვევაში ჩვენ რა გასართობები გაქვთ ხო აი ამ მაღალ ტექნოლოგიური ამბებიდან მაინც მე რა ვიცი 90-იანების ბავშვი რო მაინც ყოველთვის ძალიან მიკროსკოპი მომეწონა ხო იცი რა უკნა მიყვარს როგორი მიკროსკოპები აქვს უკვე ახალი და ფანტასტიკური. მოკლედ ერთი სიტყვით, ნამდვილად არ ვისურვებ, რომ მოდი ახლა წავიდეთ და ნეტავ ნახოთ, თუმცა შვიდად ვარ ძალიან, როდესაც ვიცი რომ შეიძლება დაგჭირდეს და ამაზე პასუხისმგებელი ნამდვილად ვერ ვარ. არ გეთახები, შეიძლება არ დაგჭირდეს, კი არა, რომ არ დაგჭირდეს, ზუსტად ამიტომ ну ნორმალურ არაჩემნაირი ადამიანები წელიწადში ორჯერ უნდა იტარებდნენ კვლევას. ეს პრევენციისთვის ძალიან გაიგეცოდება, ჩეკაპი ძალიან მნიშვნელოვანია, პრევენცია ყველაზე. თუმცა შეიძლება ნიკა რომ ხანდახან ისე და მოხდეს რომ შემთხვევითობას ხომ შემთხვევითობის შემთხვევაშიც კი დაზღვეულები ვართ, როდესაც ტევე პირველს ასე ვთქვათ, ტევეს არა უკაცრავად კლინიკა პირველს ამ შემთხვევაში სტუმრობთ. ვიცი რა არის პირველი სადაც იღებს ეგრევე ტევე. მართალია, კი, რა ვქნა. რა გავაკეთო. ორივე პირველია. ნიკა, მე ცეა დამშვიდობების დრო კი მოვიდა, მაგრამ მოდი აქ ერთი წამი. ეგ შენია, შენ გინდა უშაქ, რო? არა, მე კლასიკი მიყვარს. ხო და მეც კლასიკი მიყვარს და მე შენ მინდა რომ გაგიხსნა. კაი. მე შენ გაგიხსნი, შენ? კი ბატონო. 1 2 რა მიყვარს ეს ხმა? ეს ხმა მიყვარს და ეს სითხე ძალიან მიყვარს. აბა, ენერგია, განწყობები. აი ეს მართლაც რომ თავარი მახასიათებელი კოკა-კოლასი არის ის რომ ენერგიას და განწყობას მაშინვე ბადებს შენში. ხო, ყველა ძალიან ის მიყვარს რომ გოზინახსაც და ხინკალსაც, ბურგერსაც და რა ვიცი, რაღაც სიჩუანურად ქათამსაც უხდება ეს კოკა-კოლა. ყველაფერს და ჩვენს გვიხდება. მე მგონი დრო არა დავიმშვიდობოთ მოკლედ ჩვენს ტელემაყურებელს. ანას გარეშე მშვიდობებით, თუმცა მომავალ-შაბათს იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენთან იქნება, თუ ჩვენთან არ იქნება, იქ იქნება სადაც საჭიროა მისი ქვეყნისთვის და მისი ქვეყანა მოითხოვს მის დგომას. ჩვენ კი ხვალაც ანას გარეშე შევხვდებით. თუმცა ჩვენ მე და ნიკოლოზი აუცილებლად აქვექნებით და დავხვდებით იქ სადაც გვტოვებთ. ხვალამდე.